სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, ასევე გაუპატიურების მცდელობის მუქარაში, არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული სამართალდამცველების წინააღმდეგ სულ უფრო მეტი ჩვენება ჩნდება იმ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ეს ყოველივე სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც სინდისის პატიმრებისგან განსხვავებით დღეს გარეთ იმყოფებიან თავისუფლებაზე, ყვებიან გამაოგნებელ ისტორიებს. მათთვის არ ახალი იყო რევაზ კიკნაძის ჩვენება, რომელიც გუშინ სასამართლოს ხდომათა დარბაზში უკვე მეორედ მოისმინეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ამსწრეპირებმა სასამართლო პროცესზე. ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყვებოდნენ და ყვებიან ის აქტივისტები, რომლებმაც იზოლატორებში დაყვეს დღეები, მაგალითად 10 დღე, 14 დღე არაფრის გამო გამოკეტა რეჟიმმა. ეს ადამიანები საჯაროდ ვერ საუბრობენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა საუბრობენ მათ თანამებრძოლებთან და მათ ადვოკატებთან. სწორედ ამიტომ სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ მთავარ საგამოძიებო უწყებას. მათ არ ქონდათ იმის იმედი არასდროს, რომ კაციტადის უწყება გამოიძიებდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებს და ამიტომ ახლა აქვთ იმედი, გაჩნდა იმედი აქტივისტებში, რომ მთავარი საგამოძიებო უწყება აიღებს პასუხისმგებლობას, აიღებს თავის თავზე, რომ ეს საქმეები მივიდეს ბოლომდე და მინიმუმ ერთი პოლიციელი მაინც მიეცეს პასუხისგებაში. სამოქალაქო აქტივისტები და ადვოკატები, რომლებმაც კარგად იციან ეს ისტორიები, რა მეთოდებით ცდილობს რეჟიმი აქ სამოქალაქო აქტივისტების პროევროპული აქციის მონაწილეების გატეხვას, ამბობენ, რომ ძალიან კარგად იცის სისტემამ ვინ და რა ტიპის პოლიციელები მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყებებში. ისინი ამბობენ ასევე იმასაც, რომ იგივე პოლიციელები, რომლებიც მძიმე დანაშაულებებში ამხილეს სამოქალაქო აქტივისტებმა სინდისის პატიმრებმა, მიდიოდნენ სასამართლო პროცესებზე და იძლეოდნენ დაკავებული სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენებებსაც. როდესაც მოქალაქეებს აკავებდნენ, პირდაპირ ყვებოდნენ, როგორ აფურთხებდნენ, პირში როგორ ძალადობდნენ და მათზე ახორციელებდნენ ძალადობას, რაც სხვადასხვა ევროპულმა ინსტიტუტებმა შეაფასეს წამებად. მაგრამ დღემდე არ არის გამოძიებული არც ერთი საქმე, ერთი პოლიციელიც კი არ არის დაკავებული, კაციტადის უწყება გააუქმეს და ფორმალურად მიუერთეს პროკურატურას, მაგრამ პროკურატურაც არ გამოიძიებს, არ დაიწყებს გამოძიებას, რადგან ეს ინსტიტუტი არის ერთად. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? აი წარმოიდგინეთ, ეს პოლიციელები მოდიოდნენ და სასამართლოზე ჩვენ მეუბნებოდით, რომ ეს ადამიანები იყვნენ წამებლები. მოსამართლეც კი იგებდა, მაგრამ ვისა ადანაშაულებდა, ისევ იჭერდნენ თავისუფალ ადამიანებს, ისევ დღეს პატიმრობაში ყავთ თავისუფალი ადამიანები და მე საზოგადოებას მინდა აუხსნა, რომ ეს ადამიანები, ვინც აწამებენ, ვინც გაუპატიურებით ემუქრებიან, ინდივიდი პოლიციელები კი არ არიან, ესენი არიან სახე სისტემის და თვითონ სისტემა აწამებს და ეს არის ზემდგომებისგან ბრძანება. ნახეთ თუ როგორ გაათავისუფლეს ახობაძე, რომელსაც ჩაუდეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ვინც ჩაუდო ის პოლიციელი დღემდე თავისუფალია, არ არის დაჭერილი და ასევე ძალიან ბევრი პოლიციელი, რომელიც ძალის გადამეტებას ახდენდა მოქალაქეებზე და კიდევ ნახეთ ძალიან ბევრი ფაქტი და მოვისმინეთ სინდისის პატიმრებისგან თუ რა ზეწოლა იყო მათზე, თუ როგორ ემუქრებოდნენ, რომ სხვადასხვა სახით მას მიაყენებდნენ ზიანს, თუ ისინი ორგანიზატორებს არ ჩამოთვლიდნენ, თუ ისინი ხელს არ დადებდნენ რომელიმე პოლიტიკოსებს, რომლებიც ვითომ ორგანიზატორები იქნებოდნენ და ეს გაიარეს ბიჭებმა. თუ ნახავენ თუ ვინმე ისეთი არის, ვინც მარტივად გატყდება ამაზე, ძიდი ზეწოლაა და ნახეთ რომ არავინ არ გამწყდარა, ხო? ბოლომდე იბრძვიან ბიჭები, ბოლომდე იბრძვიან გოგოები და ის მოპოვების ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ახორციელებდნენ დღემდე 9 თვის განმავლობაში ამ სინდისის პატიმრებზე და ადამიანებზე, რომლებსაც იჭერდნენ აქციის მონაწილეებს, დაურჟელი არის და ჩვენ ხედავთ, რომ ასე ყველაფერი გაზდის ბჭყალებში ამ პოლიციელებს. ჩემთან ერთად იყო მოთავსებული იზოლატორში თანამესაკნე, რომელიც ყვებოდა თუ როგორ დამცირებას ჰქონდა პოლიციის მხრიდან ადგილი საყურე როში ამჩნიეს და ასე შემდეგ, აი პიდარასტი და ეს დედის გინება და წიხლებით სადღაც სარდაფში ჩაუყვანიათ და ანუ სადაც კამერები არ იყო, რაღაც რემონტში იყო ის ოთახიო, პადუაში და პოლიციის განყოფილების პადუაში და წიხლებით დგებოდნენ სრული ამ თითქოს მნიშვნელობით და ეუბნებოდნენ კიდე წახვალ აქციაზე, აი თუ კიდე წახვალ დედას ესე გიზავთ, ისე გიზავთ. და აი არც ერთი ფაქტი ხო ხედავთ, რომ ესეთი ფაქტები გამოძიებული არ არის, ხო? და ძალიან დამამცირებელი და აი დაშინებები მიდის რა, დაშინებები, რომ მაქსიმალურად აქციაზე არავინ არ გავიდეს. სასამართლო პროცესზე რევაზ კიკნაძის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე საგამოძიებო უწყებას მიმართავს რევაზ კიკნაძის ოჯახი, მშობლები და ასევე მისი ადვოკატი, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება, გამოკითხოს მინიმუმ ის პოლიციელები, ის მხილებული პოლიციელები, რომლებიც დაასახელა სინდისის პატიმარმა. ნიკუშა კიკნაძე თავის მხრივ გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, ის მზად არის, რომ ციხეში გამოიკითხოს, მისცეს სრული ჩვენება
გამოძიებას და დაასახელოს თითოეული პოლიციელის სახელი და გვარი ასევე ზედმეტსახელი, რომლებიც მონაწილეობდნენ მის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ასევე გაუპატიურების მცდელობის მუქარაში.